საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 30 წლის იუბილეს საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს. რიგით მე-13 კონფერენციას საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ამ დისკუსიაში არიან ჩართული და დისკუსიის მთავარი თემებია პროფესიული გამოწვევები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და შენ წარმოიდგინე ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბუღალტერულ პრაქტიკაში. როგორ იცვლება პროფესია და რა უნარები გახდება აუცილებელი მომავალში, მოდით ეს მოვისმინოთ საგანგებო ინტერვიუ. კი ბატონო, მოვისმინოთ. 3 წელი არის უკვე ორგანიზაცია არის დარგის განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და უშუალოდ პროფესიის გაძლიერების სამსახურში. ამ ღონისძიების აღსანიშნავად გამართული არის დღეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შეეხება პროფესიულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს უშუალოდ ბუღალტერულ აღრიცხვასა და აუდიტში. ის არის ძალიან წარმომადგენლობითი და მონაწილეობას ღებულობენ აქ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, ღებულობს მონაწილეობას ასევე ბრიტანეთის ნაფიც მსაჯულთა და სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წარმომადგენელი, ღებულობს ასევე ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი და ბუღალტერთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები. ეს საკმაოდ პრესტიჟული პროფესია იყო და უნდა დარჩეს ასე. ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი აკადემიური წრე გვყავს, რომელსაც შეუძლია თავისი ცოდნა გადასცეს. ეს აკადემიური წრე შესაბამისობაშია თანამედროვე მოთხოვნებთან და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა მოინდომონ ამ პროფესიაში ჩართვა, რადგან ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ყველა ქვეყნის და კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. დღეს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ ჩვენი პროფესია სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. სწორედ ამიტომ პროფესიონალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და ახალ გარემოსთან ადაპტაცია. მსგავსი საერთაშორისო კონფერენციები გვაძლევს შესაძლებლობას ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ვისაუბროთ თანამედროვე გამოწვევებზე და ერთად ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და იმ ცოდნის გაზიარება, რომელიც სფეროს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა. მომავალთაობას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარიც, რადგან ეს პროფესია მომავალში კიდევ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული ციფრულ სისტემებთან და ანალიტიკურ პროცესებთან. პირდაპირ